მოგესალმებით, პატრიცემოლო მეგობრებო, დღევანდელი პოსისტემატიკა სასწავლო ცენტრიდან, ხო? სასწავლო საკუთარი ცენტრიდან რატომაც არა, ხო? ყველაფერი საკუთარი უნდა გქონდეს და ამით არ უნდა ამაყობდეთ ეს შორი მომენტია, ხო? ამასობაში ვინაიდან ჩვენი სფერო ზუსტად ამ არსებულ დეტალიზაციაზე არის ყოველდღიურად დამოკიდებული, ამიტომ არსად არაფერი არ უნდა ვიძიოთ და ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეს, როგორც დეტალიზაცია, სისტემების ჰიდრაულიკური მხარე, ისევე ავტომატიზაცია, ისევე ეს პატრიცემული საზეთ თვალწინ უნდა იდგეს ყოველთვის და გველოდებოდეს, ხო? ამ შესაბამისობაში ხა დღევანდელი პოსისტემატიკა მოდი დავუთმოთ კვლავ ავტომატიზაცია, დისპეჩერიზაციას, ვინაიდან რა ვიცი, ამ მიმართულება ძალიან მაგარ განავითარებ, ვინაიდან ძალიან მაგარი მიმართულება არის, ხო? სრულიად კომფორტი, მთელი ინჟინერული თქვენი კომუნიკაციების. დავიწყოთ ხა ხო, ვარ გაგვიძელოს პროცესი, რაზე არის დამოკიდებული არსებული მიმართულება და ასპექტები. ამისი კონკრეტულად განვიხილოთ. უბიოლეს ყოვლისა უნდა ქონდეს Wi-Fi და გავმარტიკიდეს არა მხოლოდ Wi-Fi, არსებული მთავარი ბლოკია ესაა მართვის ბლოკი, ჭკვიანია იმ საერთო პრინციპში ალგორითმის, ვინაიდან აქ მართვა ამას ორმხრივი მართვა აქვს, ეგრეთ წოდებული Wi-Fi, კი ბატონო სიგნალი და ეგრეთ წოდებული GSM. GSM-ით ნიშნავს, რომ SIM ბარათს მოვათავსებთ არსებულ ბლოკში და ამის მეშვეობით შეუძლებლად შეგვიძლია მართოთ აი მთლიანი არსებული სისტემა, ანუ ორი სიტყვით რო აღიხსნათ, კონკრეტულად იქ სადაც არ გვაქვს Wi-Fi, GSM-ით ჩვენ რა მართავთ არსებულ სისტემას. მობილური დაპროგრამა უნდა ქონდეს ძალიან საღი, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც Wi-Fi გვაქვს და Wi-Fi სიგნალის დაპროგრამა გვაქვს ძალიან საღი და ამ შესაბამისობაში არსებული ბლოკის ძირითადი მიმართულება Wi-Fi-ზე არის დამოკიდებული. დამოკიდებული არაა Wi-Fi-ზე არის Wi-Fi-ზე იქნება პრინციპში იმ შემთხვევაში დამოკიდებული თუ იქნება ძირითადი. გავყვეთ ხა თანმიმდევრულად რა შეუძლია არსებულ ხო მართვის ბლოკს. ყველაფერი ამ შესაბამისობაში თანმიმდევრულად თავდაცვა უპირველეს ყოვლისა ეს არის გაზიფიცირება ხო ეწოდებული გაჟონის ელე და შეგვიძლია არსებული ალგორითმი მოვაწყოთ და ჩვენს გარეშე აი ესაა ყველაზე მაგარი მაგას ვქია დისპეჩერიზაცია ვინაიდან ჩვენი გარეშე უნდა ხორციელდებოდეს ყველაფერი. გაჟონვა როგორც კი გახორციელდება ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რა ის ყველაფერი ხდება საქვაბის ზონაში და არა მხოლოდ საქვაბის ზონაში შეგვიძლია არსებული გაზი პლუს CO მოვათავსოთ დაუშვათ სამზარეულოშიც შიგნით აფარჩე და დაუკავშიროთ სისტემას ისე რომ თუ კი მოხდა გაჟონვა, ესე იგი ავტომატურ რეჟიმში დაიკეტება ეს არსებული სარქველი, რომელიც იქნება გაზის მილზე დამონტაჟებული. შემდეგი მიმართულება ის უსაფრთხოება ზუსტად ეს არსებული ვენტილის კიდე დანიშნულება პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული გაჟონის ეგრეთ წოდებული სენსორზე, აი გაჟონის სენსორი, როგორც კი დაინახავს არსებული პატრიცემული კლაპანი, ხო, ჭკვიანი კლაპანი, გაჟონავს, ხო, წყლის სენსორი შეკრავს ეგრეთ წოდებულ წრეს და ავტომატურ რეჟიმში იგივენად დაკეტავს არსებულ ლონკას. გადავჩებით მეზობლის რემონტისგან როგორც ყოველთვის ამას ვიზახომია და საკუთარ ფარცას დავიცავთ. რატომაც არა, ხო, მშვენიერი ოპცია უსაფრთხოება, წყალმარაგება, გაზი პლუს CO. ამ შესაბამისობაში შეიძლება კიდე ძალიან ბევრი, ხო, გაჟონის მიმართულება არის ეგრეთ წოდებული კვამლის ეგრეთ წოდებული დეტექტორების უსაფრთხოების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და ამ შესაბამისობაში შეგვიძლია ერთ ჩარჩოში მოვაქციოთ, ვინაიდან არის კომბინირებული დეტექტორი CO გაზი ხო, CO იგივე არის პრინციპში, ვინაიდან როცა წვა ხორციელდება, ამასობაში გამოიყოფა CO მეტი არაფერი. არსებული ბლოკის მეშვეობით ეს არის მართვის ერთადერთი ხო ძირითადი მიმართულება, მას ვაერთებთ ეგრეთ წოდებული დამატებითი გამოტანი ბლოკი არის და ამ ბლოკზე შეგვიძლია უკვე ამ შესაბამისობაში დავაკავშიროთ ნებისმიერი მიმართულება და მოდი ახლა ალგორითმს გავყვეთ, ხო, რა შეგვიძლია გამახორციელოთ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია გამახორციელოთ 1 2 3 4 5 6 თერმოსტატის მეშვეობით დისტანციურად ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უკაბელო მიმართულებით და მხოლოდ სიგნალით, ეგრეთ წოდებული რადიო სიგნალით, რომელსაც პრინციპში ჯანსაღად მართავს ეს არსებული ბლოკი, დაუკავშიროთ ნებისმიერი ეს 6 სექტორი, ეს იქნება დაუშვათ საძინებელი 1, საძინებელი 2, ზალა, არ აქვს მნიშვნელობა ჰოლი, შემოსასვლელი და სააბაზანო მნიშვნელობა არ აქვს. ამ შესაბამისობაში სად დავამონტაჟებთ არსებულ თერმოსტატებს, ეს მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული. ავტომატურ რეჟიმში შესაბამისად მის კონტურს თვითონ მართავს და არსებულ მიმართულებაში ის ჩართავს გათიშავს ხო მოთხოვნილების შესაბამისად. მოთხოვნილებას აყალიბებს არსებული თერმოსტატის ტემპერატურის მეშვეობით. როდესაც მიუთითებთ ხო კომფორტული 21, 22, 23 და ასე შემდეგ. ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული ავტომატურ რეჟიმში. გაითიშა თერმოსტატი, გაითიშა საცირკულაციო იმ კონტურის насоსი, იმ კონტურის насоსი და ასე შემდეგ. ხა ყველა გავალაგე, გაითიშა ასევე რეცირკულაციის კონტური, ხო, რეცირკულაციის კონტური, ეს არის ეგრეთ წოდებული ცხელი წყლის ხო ეს ბეჟერ ახსენე და რეცირკულაციის კონტური, ამას ქვია რეცირკულაციის საცირკულაციო ტუმბო, ხო, ჭკვიანი ეგრეთ წოდებული რიზეთის მეშვეობით გაითიშა ტემპერატურას წაიკითხავს არსებული სენსორი, რომელიც იგივენად არის ბლოკზე დაერთებული. სიახლეებიდან არ გვაქვს, ხო? სიახლეებიდან ჯერ ესეთი გვაქვს ის, რომ არის მშვენიერი მოწყობილობა, რომელსაც ქვია გამონტანი ეგრეთ წოდებული ადაპტორი, გამაძლიერებელი ეგრეთ წოდებული რადიო სიგნალით
რადიოსიგნალის მეშვეობით, უბრალოდ ასე ვიტყოდი მე და განსაკუთრებულად ჯანსაღად რატო იქნება არსებული ავტომატიზაცია, დისპეჩერიზაცია იქ, სადაც იმ ფართებს ეხება, სადაც რემონტის გვაქვს უკვე. დამთავრებული უკვე ხო ცხოვრობთ უკვე ხო გეხება დამკვეთის პრინციპში შეგვიძლია ჩვენ შვენივრად განვახორციელოთ მიმართულება მართვისა ხო ნებისმიერი ალგორითმი ლოგიკაზე იქნება დამოკიდებული და ლოგიკა თქვენ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს ხო თუ რა სახით იქნება დამონტაჟებული და ამ შესაბამისობაში განვიხილოთ ახლა ეს სიტუაცია რომ უკვე რემონტი დასრულებული არა და ამ შესაბამისად შეგვიძლია მხოლოდ ერთადერთი შეგვიძლია რა გვეძლევა იმის საშუალება რომ ეს არსებული თერმოსტატები მაგდება ნებისმიერ სივრცეში კედელზე სიმაღლე 3.50 ხო ძამშვენიერი დივაისია და აი ასეთი სახითაა მქონდა ამაზე კიდე ვიდეოს დადებული პრინციპში მრგვალი არის და დიზაინერებსაც ჩვენიად გამოიყურება და მართავს ის ტემპერატურას მართავს ამასობაში არსებული ზუსტად ეს გამოტანი ადაპტორი შეიძლება იყოს მოთავსებული საკვებეში, მაგრამ შეიძლება იყოს მოთავსებული კიდე აი მოგვიდებით ხო მეორე მოდელებში ეგრეთ წოდებულ DNR-ზე. DNR-ზე შეგვიძლია ეს უკვე წინასწარ თუ კი დამოსობაში წინასწარ უნდა ქონდეს ეს ყველაფერი ქართული გაანგარიშებული შეგვიძლია DNR-ზე უკვე წინასწარ გამოიტანოთ და შიგნით სივრცეში იყოს ვინაიდან არსებული გამოძლიერებელი ეგრეთ წოდებული ანტენის მეშვეობით ამას გამოტანი პირველ მოდელებში ეს არის გამოტანილი ხო ეგრეთ წოდებული გამოძლიერებელი ანტენა ამ პატივცემულს უკვე თვითონ აქვს და რომელიც უკვე თავსდება ხო ამასობაში ეს სადაც უკვე ადგილიც უნდა მოვიძიოთ ამასობაში ხო შეგვიძლია ისეთ ადგილასაც დავამონტაჟოთ სადაც უხილავი იქნება მაგრამ ამ შესაბამისობაში ამაზეც ვიზრუნოთ ხო ამ შესაბამისობაში აი ამ პატივცემულ გამოძლიერებელ ადაპტორს დავამონტაჟოთ უკვე DNR-ზე რომელიც იქნება ფართის შინ შუაგულში შეიძლება იყოს ამ პირველ სართულზე და არა ამას შეიძლება ვინაიდან პრაქტიკა მოყი ხო და ტესტის და სატესტო რეჟიმში უკვე მაქვს ჩართული არსებული ზუსტად ალგორითმით სისტემა უკვე და იყო ვიდეო დადებული რაღაცა დაურთავ ხოლმე პრინციპში დაიხილეთ ხოლმე ამ შესაბამისობაში წარმოიდგინეთ 500 დაკეტეს სივრცეში არის საუბარი და არა გასწრებზე სადაც 250-დან 500 მეტრამდე აქვს დაფარვის ზონა წარმოიდგინეთ ბეტონში აღწევს სიგნალი ჯანსაღად 3-4 ფილა ხო 3-4 ფილა ბეტონის პრინციპში და არღოს გადის სიგნალი და ჯანსაღად მიეწოდება არსებულ თერმოსტატებს სიგნალის მეშვეობითაც იკეტება სივრცეები ითიშება ნასოსები და ყველა ხო 6 იქნება 10 იქნება და 12 იქნება ხალხს არა აქვს მნიშვნელობა პრინციპში განსაზღვრული არის შესაბამისი ალგორითმით უკავშირდება ბლოკს და ბლოკი თვითონ განსაზღვრავს ბლოკი უკავშირდება რა თქმა უნდა ეს არსებული პატივცემული ბლოკი უკვე არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებული open thermes სპეც ადაპტორით ხო ესეთი სახით არის პრინციპში წარმოდგენილი ამ მიმართულებას რომელიც უკავშირდება ქვაბს უშუალოდ აგრეგატს ხო ქვაბს აი როგორ წარმოვიდგინოთ ეგ რა პატივცემული თუნდაც ელექტროქვაბს არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ მას უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული პროტოკოლი ნიშნავს იმას რომ ეს არსებული ბლოკი ძალიან პროტოკოლები არის უკვე არსებობს რომელიც უკავშირდება ელექტრონულად twins უკავშირდება და იმ ალგორითმის იმ ზუსტად პროტოკოლის მეშვეობით ალგორითმს რაც გააჩნია იმ ქვაბს ხო ეგრეთ წოდებული bit ხო ალგორითმი ქვია იმას კითხულობს ყველაფერს კითხულობს ახორციელებს ავტომატიურ რეჟიმში ჩვენ ქვაბთან მისვლა საერთოდ არ გვჭირდება ვინაიდან კარნახობს არსებულ მიმართულებას ეს და თავარი წამყვანი ამ არსებული სისტემისთვის არის ეს არსებული მართვის ბლოკი, ჭკვიანი მართვის ბლოკი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიზახი. უკავშირდება ქვაბს, თვითონ ახორციელებს ტემპერატურის მომზადებას წარმოიდგინეთ იმის სახით, რაც გარეთ გვექნება ტემპერატურა, ეს არის სენსორი ეგრეთ წოდებული, რომელიც იქნება გარეთ მოთავსებული, ეგრეთ წოდებული გარეთ ტემპერატურის დამოკიდება ქვია ამას და იმ შესაბამისობაში თვითონ კი ავტომატიურ რეჟიმში ქვაბი ამზადებს ტემპერატურას. რა ტემპერატურაზე უნდა იმუშაოს, ამას თვითონ განსაზღვრავს არსებული ეგრეთ წოდებული გარეთა სენსორის მეშვეობით. არსებული ადაპტორები კიდევ ერთხელ ვიზახი წარმოადგენს იმას რომ ნებისმიერი ხო გარღვევა განახორციელოს ხო წარმოიდგინეთ მეორე, მესამე, მეოთხე სართულზე მიიღო ჯანსაღი სიგნალი დაფარვის გარეშე ვინაიდან დამოკიდებული არის პირდაპირ პროპორციულად ეგრეთ წოდებულ რადიოს გადამცემ სიგნალზე ხო შესაბამისი ეგრეთ წოდებული სიხშირით ელექტრონიკაში ვისწრაფებით ვიცით ეს ხო რა წარმოადგენს ამ შესაბამისობაში რადიო ეგრეთ წოდებული იმპულსი სიგნალი გადაცემაზე არის საუბარი პრინციპში უფრო ჯანსაღი ვინაიდან Wi-Fi-ს უმეტეს შემთხვევაში უჭერს ვინაიდან ქონდეს გამოტანილი მასე გამოძლიერებული ეგრეთ წოდებული პორტები, ეგრეთ წოდებული Wi-Fi რაუტერები და ქონდეს დანაგებული ყველა სართულზე და ხა ამ შესაბამისობაში უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არა. ამიტომ ამ შემთხვევაში ერთი ხო რაუტერის მეშვეობით დაკავშირება ბლოკზე, შემდეგ ასევე მიმართულებას უკვე ახორციელებს აი ეს ადაპტორები ჯანსაღად XCS კონტროლშია ისე რომ კიდევ შევიზახი ინდივიდუალურად ტემპერატურის მართვით და ამ შესაბამისობაში თუ კი მოხდება ასეთი სიტუაცია რომ დავუშვათ 1 2 3 4 5 6 არ აქვს მნიშვნელობა რამდენიც იქნება დამონტაჟებული გაითიშება ამ შესაბამისობაში ქვაბიც ითიშება რასაც ახორციელებს ამ ალგორითმის ლოგიკას ახორციელებს ეს არსებული მართვის ბლოკი ისე როგორც რეცირკულაციის კონტური ცხელი წყლის რომ მუდამ ტრიალში არ იყოს და თქვენ ხარჯი არ მიიღოთ
სიახლეებში რა გვაქვს? ხო, მივიდეთ. სიახლეებისკენ გვაქვს ის, რომ აი მომზადება წყლის ტემპერატურის კონტურში უნდა ვერკვევდეთ ამაში, ხო, ამ მიმართულებაში და იმედია, რომ ცოტაოდენი მაინც უკვე ვისაც წარმოდგენა არ ქონა, ესენი ჩაგახედოთ, ხო, არსებულ მიმართულებაში, რასაც ქვია უკვე ელექტრონიზაცია, დისპეჩერიზაცია და ამ შესაბამისობაში კიდე სულიად გიდრაულიკური ხარეს. ამ შესაბამისობაში ტემპერატურის მომზადება უკვე კონტურში ხორციელდება ახალ ავტომატიურ რეჟიმში. ავტომატიურ რეჟიმში რა სახით? აი არსებული ბლოკის მეშვეობით, რომელსაც ქვია ეგრეთწოდებული შემრევი, ხო? შემრევი კონტურების მართვის ბლოკი, რომელიც თვითონ ახორციელებს არსებული ტემპერატურის ზღვაზე, რასაც უკვე უპირველეს ყოვლისა ჯერ ესეთი კონტროლის რეჟიმში მართავს თერმოსტატი ოთახისა და შემდეგ არსებულია ესეთი გამოტანილი სენსორის, იგივე არის სენსორის მეშვეობით, აი ეს ხო, სენსორი ტემპერატურისა, რომელიც უშუალოდ იქნება კავშირში, აი რაც ვაწვდით ამა თუ იმ კონტურს ტემპერატურის ნიშნულს, ამ ტემპერატურის ნიშნულზე არსებული სამსვლიანი ამ შესაბამისობაში გვაქვს არა მეშვეობა, ხო? ორი მიმართულება შემრევი გამანაწილებელი, ამ შესაბამისობაში უკვე შემრევის და გამანაწილებელის დანიშნულება პრაქტიკულად იგივე არის. თეორიულად მიმართულებაში იგივე არის. განსხვავება რა თქმა უნდა ასპექტში არის ადუნა დამონტაჟის. მაგრამ ამ შესაბამისობაში ჩვენ გვაინტერესებს შერეული წყლის ტემპერატურა, ის რას ნიშნავს? შეიძლება იყოს მიმართულება და უმეტეს შემთხვევაში ასე არის იატაკის გათბობა. იატაკის გათბობა ამ შესაბამისობაში დავუშვათ ეს არსებული თერმოსტატი იყოს უკვე დაკავშირებული უკვე მაღალ ტემპერატურიან სისტემას, რასაც ქვია უკვე რადიატორები, ფანკოერი და ასე შემდეგ. ამიტომ ნიშნავს ის, რომ აქ შერევა გჭირდება, შერევა ტემპერატურის მომზადების არ გჭირდება დავუშვათ ამ კულტურებში 60 გრადუსი, გჭირდება 30-35 ხო, იატაკის გათბობაში, მეტი არც გჭირდება. ამ შესაბამისობაში თვითონ ამ ალგორითმით, ანუ სენსორის მეშვეობით განსაზღვრავს არსებული ბლოკი, შესაბამისი ალგორითმი, რა თქმა უნდა, პროგრამულად შეგვყავს, პროგრამულად ჩვენ ამას ჩვენ ვაწარმოებთ, მაგიტომაც არის ეს მშვენიერი და საინტერესო მიმართულება და თვითონ ახორციელებს შერევას ავტომატურად. ჩვენ აქ გჭირდება ხელით, ხო? ხვდებით ხო რაცა ხელით, აი ეს არის ხო, ეგეცოდებული მექანიკური თერმოსტატიკური, რომელიც საათურად არის ყველგან დამონტაჟებული, ხო? ამ შესაბამისობაში. ეგრეთწოდებული ხო, თერმო სილფონი ქვია აი ამას, პრინციპში არის მოქცეული სითხე და ამ შესაბამისად პრინციპში ტემპერატურას უკვე ხელით მართავთ, ჩვენ აუწიოთ, დაუწიოთ და ასე შემდეგ. ძირითადად პრინციპში კი ბატონო ტემპერატურა არ გაგვიქცევა, მაგრამ წყლის ტემპერატურა გადამეტებული კონკრეტულ შემთხვევაში არ გჭირდება უმეტეს შემთხვევაში. მაგიტომაც არსებული ბლოკის მეშვეობით უკვე შერევა ხორციელდება ამ იდის შესაბამისად. ტემპერატურის მომზადება ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეს 25-30 დამასობაში უნდა მივიდეთ, თერმოსტატს აუწიოთ, დაუწიოთ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ვიზახი. ამას თვითონ ახორციელებს სისტემა. რა მაგარია, ხო? ჩვენს გარეშე და კონტროლით ამასობაში ჩვენ კიდევ ვაკვირდებით რა ტემპერატურა მიდის ნებისმიერ კონკრეტულ კონტურში. მართვით. ავიდა ტემპერატურა კიდევ ერთი ვიზახი. მოკლე რეზუმირებით გაითიშა საცირკულაციო ტუბო. ავიდა ტემპერატურა გაითიშა საცირკულაციო ტუბო. აგრძელებს, მაგრამ ავიდა გაითიშა ასევე ეს, გაითიშა ასევე ეს, გაითიშება ასევე ეს. გაითიშა ქვაფი. მივიღეთ ეკონომია. ამ შესაბამისობაში კიდე ეკონომია საიდან ვიღებთ, ხო? ფაქტიური მხარეს განვიხილოთ ახლა მუშაობის პროცესში დავუშვათ 6-ე მუშაობს. ასეთი შემთხვევაც ხო არის და უმეტეს შემთხვევაში მისი დანიშნულებას ამ ჩარჩოში არის მოქცეული, როცა მუშაობს და ტემპერატურის ცვალებადობას ხედავს თვითონ სისტემურად არსებული მართვის ბლოკი, თვითონ ჯერ ეს ერთი ამ ზღვარს არ გაცდება, იმიტომ რომ ზღვარი დამოკიდებული არის გარეთ ტემპერატურაზე, მაგრამ შიგითა ტემპერატურის ცვალებადობის ზღვარზე ტემპერატურას კიდე ტემპერატურის კორექტირებას ახორციელებს. ვინაიდან თუ კი პირობითად ის არსებული სენსორი არსებული ბლოკის მეშვეობით ლოგიკაში არის ჩადებული ავტომატიზაციაში, უნდა მოაზრდოს პირობითად 40-45 გრადუსით ფიქსირებული წყლის ტემპერატურა და ხვდება რომ ტემპერატურის ცვალებადობა ხორციელდება სწრაფად, ესე იგი ავიდა 23-ზე და გაითიშა, უცებ ხორციელდება ეს, ესე იგი დანაკარგები არის უკვე მაქსიმალური. დანაკარგების შესაბამისად ის პრინციპში უკვე ამ ლოგიკას უკვე ექვემდებარება გარეთ ტემპერატურას და შესაბამისი ლოგიკის დაქვემდებარების კი ბატონო უბრალოდ ამ ლოგიკის შესაბამისად პრინციპში ახორციელებს მართვას კონტურისას. მეგონი ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აგიხსნით თუ გინდათ პრინციპში რომ თუ კი წარმოიდგინეთ ეს ტემპერატურის პრინციპში უკვე ნიშნული ავიდა ნიშნულამდე მითითებულზე რაც გვაქვს 22 პირობითად 22 გრადუსი და ამ შესაბამისად უკვე თერმოსტატიკური შემრევი ტემპერატურის წყლის ტემპერატურას უკვე არსებული ბლოკის მეშვეობით გვიმზადებს კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ავიდა ნიშნული 23-ზე და 22-23-ზე. რა ამას მნიშვნელობა რაც იქნება მითითებული, უნდა გაითიშა 3 დავუშვათ 6-დან და დარჩა 3. ამ შემთხვევაში თუ კი არსებული დაშკი უკვე განსაზღვრავს ამას და ხვდება გარეთ ტემპერატურის ზღვარზე, შემდეგ ამუშავებს არსებული ბლოკი,
ის რომ გარეთ რა ტემპერატურა არის და დამოკიდება მაინც იმ გარეთ ტემპერატურაზე ხორციელდება წყლის ტემპერატურის მომზადება კონტურებში, მაგრამ მივხვდა სისტემა რომ 3 გაიწვის და 3 დატო, ამ შესაბამის ზონაში კიდე დაუწევს ტემპერატურას. მაგრამ როცა დაუწევს და შეხედავს რომ არსებული 3 პასიურად კრიფავს, ხო, ტემპერატურის აწევა ხორციელდება პასიურად, სენსორის მეშვეობით ახორციელებს ამ მიმართულებას, აუწევს ტემპერატურას იმის გასხოვებითაც დაუშვათ პრინციპში თუკი გარეთ მოთხოვნება რა იქნება, ვინაიდან ხდება რომ თუკი მითითებული არის პირობითად ამ სექტორებში 23-24 გრადუსი და ვერ მიდის, ხო, ნიშნული ძალიან პასიურად მიდის, ესე იგი ტემპერატურას უნდა მოუმატოს. ქვაბის ტემპერატურაზე არის აქ საუბარი. მაგრამ კორექტირებას კიდევ ჯერ ვიზახი, ახორციელებს, იმიტომ რომ ზღვაში არის, ჩარჩოში არის მოქცეული და დაუშვათ თუ არა მითითებული და ბლოკში ამასობაში პროგრამულად უთითებთ ზღვარე, ხო, დაუშვათ 30-დან, საკონდენსაციო ქვაბი რაც უმეტეს შემთხვევაში 30-დან 50-მდე მიღებული არის. ან საკონექციო ქვაბი თუ კი იქნება ის მითითებული 35 მინიმუმი, 37 არის მინიმუმი, 39-იც არა, 37-დან 80-მდე. აი ამ შუალედში ჩვენ უკვე უთითებთ რომ არ უნდა ასწეცის დაუშვათ ზღვარს 60 გრადუსს. ვინაიდან მით უმეტეს როცა არის უკვე განხორციელებული ინჟინერული კომუნიკაციები ჩვენს მიერ, ვიცით უკვე ფარდის დანაკარგები რა არის და ამ ზღვარს არც უნდა აცდეს. ამ შესაბამისობაში უთითებთ ზუსტად ამ ზღვარს, ჩარჩოში ვაქცევთ თლიან მართვის უკვე ლოგიკას და მოქცეული არის ის 37-დან დაუშვათ 50-55 60 გრადუსამდე. ზუსტად ამ ჩარჩოს არ აცდება. რა მაგალია, ხო, აკონტროლებს თვითონ ტემპერატურას მართავს სექტორებში, შემდგარ ეგრეთ წოდებულ კონტურებში თვითონ მივზადებს ტემპერატურას ჩვენი გარემოს გარეშე, წყლის გაჟონის შემთხვევაში კეტავს წყალს, იცავს ჩვენ ფარს და შეტყობინება მოდის და ვიცით, სად მოხდა განხორციელება გარღვევა არსებული ეგრეთ წოდებული გაჟონის სენსორებით, თუ ღმერთმა დაიფაროს და განხორციელება გაჟონვა გაზიფიცირებით CO2 ეს ამ შემთხვევაში უკვე ავტომატურად იკეთება და მოგდის შეტყობინება თუ სადაა დამონტაჟებული არსებული პრინციპში უკვე კომბინირებული გაჟონვის დეტექტორი და ამ შესაბამისად ჩვენ უკვე ვიცით რომ სად განხორციელდა გაჟონვა, მაგრამ ავტომატურ რეჟიმში კიდე ჯერ ვიზახი უსაფრთხოება ამაზე არის დამოკიდებული. ითიშება და დაცული ვართ. ადაპტორები, ხო, გამოცდილებელი ადაპტორები, რომელიც ახორციელებს სიგნალს კიდე ჯერ ვიზახი დაკეტვის სივრცეში, ხო, ბეტონის ფილების გაღწევის შესაბამისად პრინციპში, ხო, გარღვევის შესაბამისად ასე ვიტყოდი მე, დაუშვათ პრინციპში 100-150 მეტრა, ახლა ეს სასახლე უნდა იყოს, ხო, 250 მეტრა სიგზე არის დამოკიდებული. ამას გულისხმობ რომ აქედან დაშორება ზუსტად აი ამ ადაპტორიდან, დაშორება იმ თერმოსტატამდე 150 მეტრა ხსად უნდა იყოს, ხო, რაპორტი უნდა იყოს, მაგრამ თუ კი იქნება ასეთი სიტუაციაც, რატომაც არა, ხო, 100 კიდე ჯერ ვიზახი 150, 250 300 მეტრა, пожалуйста, როგორც იტყვიან, ორჯერური 4-ია. რეცირკულაციის კონტური, მოკლე ზომიებით, ტემპერატურის ფიქსირებით, გათიშვა, ჩართვის რეჟიმი ჩვენზე არის დამოკიდებული, შეგვიძლია ავაწყოთ ამასობაში აქვს არსებულ ბლოკ 3-ის საშუალებას, ავაწყოთ ეგრეთ წოდებული ცხრილით და რომელსაც უნდა ჩაერთოს, რომელსაც გამოირთოს, ან პირიქით ტემპერატურის რეჟიმის რეჟიმით ჩართვის გამოირთოს თვითონ ავტომატურ რეჟიმში. და მართვა სენსორული, ეგრეთ წოდებული თერმოსტატებით უпроსტად პრინციპში ტემპერატურის კონტროლით სივრცეებში. თავისი შერევი კვანძებით, თავისი ნასოსების საცირკულაციო ნასოსების კონტროლით. რა ვიცი, მეგონი ამაზე მაგარი რა უნდა იყოს და რა უნდა იყოს ამ მიმართულებაში, რა ვიცი, ხო? თქვენი გადასაწყვეტი იქნება ყოველთვის, მაგრამ ამასობაში წამოვიდა ტენდენცია და ბოლო პროექტებში ზოგადად კარგად აკვირდებით, რომ ეს არსებული კომპლექტაციები უმეტეს შემთხვევაში ახალ პროექტებში ყველგან იქნება. ეს შემოთხოვნილება იქნება თქვენს დარწმუნებით იმაში, რომ ეს არის სუპერ იდეალური, ზეიდეალური ამასობაში კომფორტი, ხო? არ ვიქეთ თაზა ამასობაში ეს უნდა წარმოგვიდგენოს, ხო? ამასობაში კიდე გავაყოლოთ, ხო? პავლო თუ გაინტერესებთ რას წარმოვადგეთ, აი ეს ფიტინგები უნდა ქონდეს, დაყრილი არა, დალაგებული, ხო? კლასიკურად, ყველაფერი უნდა ქონდეს ხელთ მილებიდან დაწყებული პრესფიტინგები, დამთავრებული პრესფიტინგები უნდა იყოს გაწელი, ეს სახეთ არაფერს არ ვეძებდეთ, სპილენძის მიმართულებები, რატომაც არაფერს გვინა თუ შედუღება გვინა, კომპრესორები, ბელშო გიკითხო საიდან ავიღეთ, საიდან და იქიდან. ყველაფერი ხელთ გვაქვს ჩვენი საკუთარი საცირკულაციო ტუმბოები, თერმოსტატიკური შერევის მართვა, ელექტროფიკაცია, ელექტრონიზაცია, დისპეჩერიზაცია, რა თქმა უნდა, სადა ამის გარეშე უკვე არაფერი არ ხორციელება მოგიდებით, ხო? ყველაფერი წარმოდგენილი გვაქვს, ხო? რატომაც არა ამ მიმართულებაში და თავი აგრეგატი მეგონი, ხო? ამ მიმართულებაში მაინც რჩება ის პატივცემული. რასაც ქვია სისუფთავე, ხო? სისუფთავე ყოველთვის არის აქტუალური. აი ეს გემრიელ მოტაზე როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე. ესეთი სახითაც ხობ, ყველაფერი ხელთ უნდა იყოს, ხო? ეს პატივცემულის გვერდზე უნდა გვერდგას.